საღამო მშვიდობის, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. მშვიდობა თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა სრულიად დედამიწას, ასე აზვავებულს და აბობოქრებულს და მეთანხმეთ, რომ ძალიან სჭირდება მშვიდობა. ვიწყებთ გადაცემათა ციკლს. ადამიანი, სამშობლო, ღმერთი. და მინდა გითხრათ, რომ რაღაცა სასწაულის მსგავსი მოხდა ამ ციკლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენმა ჯგუფმა ტიბერიონმა როგორც კი გადაწყვიტა, რომ გააქტიურებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ უკვე გაეტანა საზოგადოების წინაშე თავისი ნაშრომი. აი ზუსტად იმ ხანებში ტელევიზიამ ქართულმა შემოგთავაზა საავტორო გადაცემა, რომელსაც მე წავიყვანდი თქვენი მონამორჩილი ელდინო საღარაძე და გამოვიდა, რომ დრო ზემოდან და დრო ქვემოდან ერთმანეთს დაემთხვა. ეს ძალიან კარგი დამთხევა იყო. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ ტელევიზიისას. ტელევიზია ქართული, მართლა რომ ქართულ საქმეს აკეთებს. აი თუნდაც იმითი რომ მოგცა ასპარეზი, რომ საქართველოსთან გველაპარაკა იმ ახალი სააზროვნო სივრცის შესახებ, იმ სივრციდან მოგვეწვდინა ხმა. საქართველოსთვის, თქვენთვის, ჩვენო უძვირფასესო მაყურებლებო და მსმენელებო და ერთია რომ ეხლა გეტყვით ჩემს პირად განწყობას, აი ახლა ამ წუთას რაც ხდება ჩემში, იგივე მჭირს, რაც ჩემი წიგნის იყო და არა იყო, რას დაწყების წინ, აი ვიდრე წერას დავიწყებდი, მაშინ რა განცდებიც მქონდა. იმავე განცდებით ვარ შეპყრობილი ახლა და რა დავარქვა აი ამ განცდებს და განცდას კონკრეტულად რა იქნება, როგორ იქნება, როგორ მიიღებს ხალხი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ აქ იქნება ძალიან ბევრი ახალი. მე სხვა ტელევიზიებთან ურთიერთობის დროს და თვითონ ამ ტელევიზიასთანაც ქართული მქონია გადაცემები და სულ ფრთხილად ვაწვდიდი იმ სააზროვნო სივრციდან თემებს მსმენელებს, რომ ძალიან არ მოეჭრა ყური იმ სიახლით. ძალიან ფრთხილობდი და აი იგივე მჭირს ახლაც. აი მე მოტანილი მაქვს წიგნი იყო და არა იყო რა და მოკლედ რომ კარგად გაგაგებინოთ ახლა ჩემი განწყობა. ძალიან პატარა მონაკვეთს წაგიკითხავთ. ეს მონაკვეთი ეხება მართლა რაც მოხდა ცხოვრებაში, რომ ვიდრე წერას დავიწყებდი ჩემს ორ უერთგულეს მეგობართან, ლია მეტრეველთან და მარინა დექთუმანიძესთან გავმართებ ჭობა, რა ვქნა, დავიწყო წერა თუ ჯერ ადრეა და მათი აი ამ დამოკიდებულების ფონზე აი ახლა ასეთი რაღაც იყო. მარინამ თქვა, რომ ელდინ მეშინია, რომ უსიამოვნებები არ შეგხვდეს. ხო იცი როგორც ხდება ხოლმე, როცა ახალს რაღაცას მოისმენენ, მაგრამ ლია მეტრეველი იყო შეუვალი. აი შეხედეთ, იცი რა მარი ჩაერთო ლეა. არსებობს ასეთი აზრი, უკვე საკმაოდ გავრცელებული. თუ ისეთი რამე თქვი, რაც ყველასთვის გასაგები და მისაღებია, ახალი არაფერი გითქვამს. აქ მხოლოდ ერთი რამაა საჭოჭმანო, ხარ თუ არა მზად თავდასხმასა და ტალახის როლას გაუძლო. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ უნდა გაჩუმდე. და ასეთ რამეს ამბობს ჯორდანო ბრუნო, კოცონს აცდებოდა, ჩუმად რომ ყოფილიყო. ალდეს შემთხვევაში, ალდე უკვე მე ვარ მისი პროტოტიპი რომანში, ალდე
ჩანს რომ თან საუბრობს გარემოსთან ამ თემებზე და თან წერს და ხო ალდეს შემთხვევაში ხომ ასეთ გმირობაზე ჯორდანო ბრუნო ამხედველობაში არაა ლაპარაკი ყოველ შემთხვევაში კოცონზე ნამდვილად არ დაწვავენ და ალდემ თავი ჩაღუნა ლეა მართალს ამბობდა თვითონ უნდა გაერკვია შეძლებდა თუ არა გულგრილად შეეშვირა სახე ქვისა და ტალახისთვის, რომელსაც სიამოვნებით წამოავლებდა ხელს, სხვაზე აუგის სათქმელად მუდამ მზადმყოფი გეოგრაფიული სივრცე, რომელსაც ძალიან საყვარელი სახელი საქართველო ერქვა. ხო, აი ზუსტად ამ ფიქრში, ამ განცდაში გახლავართ ახლა ჩემო ძვირფასებო. გამაბედვინა რა, მიცით რომ სატელევიზიო სხვადასხვა გადაცემიდან და აი ამ ეთერიდანაც აი ამ მოსმენის შემდეგ, ყურების შემდეგ მირეკავდნენ ხოლმე შეტყობინებების სახით ჩემი მსმენელები და მოწონებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რაც მოისმინეს, მოსწონდათ ეს დამოკიდებულება და ხედავდნენ მასში იმ რაციონალურ მარცვლებს, რომელიც დღეისთვის ძალიან საჭიროა. ისე რომ ჩემო ძვირფასებო, ვიწყებთ გადაცემათა ციკლს ადამიანი, ღმერთი, სამშობლო და აი ეს საოცარი უკიდეგანო თემები გადაწყვეტილი გვაქვს ჯგუფი თიბერიონის მიერ ახლად გახსნილ სააზროვნო სივრცეში შევიტანოთ და იქ განვიხილოთ. ძალიან რთული საქმეა, იმიტომ რომ პირდაპირ ვერ შეხვალ ამ სააზროვნო სისტემაში წინასწარ გარკვეული მომზადებაა საჭირო და რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ დავალაგო ეს თემები და აქ უცბად მომივიდა აზრად, რომ როგორც მე მეტყველების გაკვეთილებს ვიწყებ სულ თავიდან, როგორ ვამზადებს ჩემს მოწაფეებს, რომ ქართული მეტყველების ცოდნაში, ასე ვთქვათ, შევიყვანო წინასწარ როგორ ვიქცევი და როგორ ვიქცევი. ვასწავლი ჯერ არტიკულაციას ამა თუ იმ ბგერის გამოსათქმელად, რაც არის საჭირო. მერე ვასწავლი ხმა როგორ ამოუშვან, მერე ვასწავლი როგორ ისუნთქონ, რომ გქონდეთ ის ჰაერი, რომლითაც ბგერა უნდა დაბადოს სამეტყველო აპარატმა და მერე ვეუბნები. აი ერთი ცოდნა, მეორე, მესამე ცოდნა, ეხლა შეაერთეთ ეს ცოდნები და ისე დაბადეთ ბგერა. ისე რომ სულ უბრალო თითქოს რომ ვლაპარაკობ და ბგერა უნდა დაბადო, იმასაც კი შემზადება ჭირდება თუ როგორ გააკეთო ეს და მით უმეტეს ამ ხელა სივრცეში შესასვლელად ვემზადები. გადავწყვიტე, რომ აი ასე ცალ-ცალკე მოგაწოდოთ რაღაც თემები. მერე ამ თემებით შეიარაღებულებმა ფრთხილად შევაღოთ აი ამ უზარმაზარი სივრცის კარი. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ თემაზე, ცარიელი ჭურჭლის თემა, შეიძლება ასე დავარქვათ ამას. ეს იბადება, ეს თემა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ჩინეთში ლაო ძის სკოლაში. ეხლა შეიძლება მის მოძღვრებაში, დაოიზმი მაქვს მხედველობაში ზუსტად ამ სიტყვებით არ არის აი ეს აზრი მოტანილი, მაგრამ
მე დაოიზმში კარგად ჩაღრმავებულმა ადამიანებმა და ძალიან ჭკვიანმა ადამიანებმა აქ მე მადლობას ვუხდი ბატონ ლერიალი მონაქს, რომელმაც მიაწოდა ქართულ საზოგადოებას დაოიზმი და გააცნო ლაოძის საოცარი მოძღვრება. მადლობა ბატონო ლერი თქვენ ამისთვის და ცარიელი ჭურჭლის თემა. ერთი სიტყვით ასეთი ძალიან მოკლე და გასაგები აზრი აი ამ თემის გარშემო რა არის. ახლა მე კიდევ ერთ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა. ეს არის ბატონი თამას ბუთხუზი, რომელთანაც მოვისმინე პირველად აი ეს თემა, ცარიელი ჭურჭლის თემა. თავდაპირველად სანამ თიბერიონი შეიქმნებოდა და ჯგუფი თიბერიონი შეიძლება განვიხილოთ როგორც ბატონი თამაზის მიერ შექმნილი ჯგუფი საქართველოს პალადიუმის შვილობილი. იქიდან ამოვიდა შემდეგ ჯგუფი თიბერიონი და ჩვენ ყველა თიბერიონელს ძალიან გვიყვარს ბატონი თამაზი და ძალიან ხშირად ვიხსენებ დიდი პატივისცემით, იმიტომ რომ იქ მიღებული ცოდნები ძალიან გვადგება ჩვენ და მე რეგი ამბობთ იქ რა ხდებოდა თიბერიონში რა ხდება, ოღონდ თუ ამ თემით არ დავიწყეთ ვერაფერსაც ვერ გიამბობთ ასეთ შემთხვევაში. ერთი სიტყვით არის ასეთი უკვე ჩამოყალიბებული, აი ჩამოწურული ფრაზა ლაოძის საგნის არსი მის სიცარიელეშია. და შეიძლება გაგეშთ რანაირად არის სიცარიელეში, მაშინ როცა ცარიელი არაფერი არ გვინდა ჩვენ, სავსე გვინდა, დატვირთული გვინდა, დაყურსული გვინდა, რაღაცა აზრებით, სახეებით, ამით, იმით და უცბად გვეუბნებიან, რომ საგნის არსი სიცარიელეშია. და მახსოვს ბატონი თამაზი როგორ არტისტულად, ოსტატურად, როგორ ლამაზად ხსნიდა ამ ყველაფერს. აი წარმოიდგინეთ საგანი ჭიქა, რომელსაც აქვს შიგნით სიღრუე. მას რომ ეს სიღრუე არ კონდეს, ის თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდა. ბოლოს და ბოლოს ჭიქის დანიშნულება ნამდვილად ვიცით რომ ისაა, რომ შიგ რაღაც უნდა ჩაასხა. სითხის სახით, ისე შეიძლება ჩაყარო კიდეც ჭიქაში, მყარი ნივთიერების სახით, ხო? და იგივე აი მოგცეს ბინა, სადაც უნდა ვიცხოვროთ და წარმოიდგინეთ ახლა რომ კარი გააღე და სავსე ასულ გამოტენილია რაღაც ნივთებით. ის ბინა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეასრულებს თავის დანიშნულებას, რომ ჩვენ შევიდეთ, ჩვენი ავეჯი განვალაგოთ იმის მიხედვით თუ რა გვჭირდება ცხოვრების რა წესს ვეწევით და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიმოძრაოთ იმ სივრცეში. ხომ გამიგეთ რაზეა საუბარი? და როცა ეს ასეთი ის არსებობს თქმულებასავით, ახლა ჩვენ რა ვიცით რა ხდებოდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ლაოძი როგორ ასწავლიდა აი ამ საკითხს თავის მოწაფეებს, მაგრამ მშვენიერი ნაამბობი მაქვს წაკითხული ამასთან დაკავშირებით, რომ როცა ლაოძი თავის მოწაფეებთან ეს ფრაზა თქვა, ან მსგავსი რაღაც, იმიტომ რომ ზუსტად ასე შეიძლება არ უთქვამს ურთულეს კატეგორიებში აზროვნებდა თვითონ ლაოძი და ეს კი ძალიან გამარტივებული ფრაზაა. ერთ-ერთი მოწაფე მოგეხსენებათ, რომ პროტესტანტები ყველა დროში არსებობდნენ საბედნიეროდ, ეუბნება ამას, რომ მაგრამ ეს რა როგორ შეიძლება რომ საგნის არსი იყოს მის სიცარიელეში და ლაოძი ეუბნება მას, გეთაყვა აი მთავროდან ის სავსეთასი ჩამომიღეთ და ჩამოიღებს ეს მოწაფე ესე გავსებულ გაlicლიცებულ თავს წყლით დაუდებს წინ და ლაოძი ეუბნება, ახლა თუ შეიძლება იმ დოქიდან რძე ჩამომისხით ამ თასში. რანაირად უნდა ჩამოვასხა, სავსე ათასი მოწაფე ეუბნება და პაუზა. მალე ხდება რა შეასაქმე. თუ ეს
სითხე ეს წყალი არ გადაღვარე იმ თასიდან რძეს ვერ ჩავისხა ვერც ღვინოს ეხლა ღვინო რატომ თქვი რომ ღვინო კოდია და ფესვში ნიშნავს ღვთაებრივ სიბრძნეს ეხლა მე თუ ვარ თასი ჩემი მთელი შინაგანი გონითი მენტალური სხეულზეა უფრო აქ საუბარი მე თუ მაქვს მენტალური სხეული ჩემი გავსებული 1000 გვარი რაღაცეებით რანაირად უნდა შემოვიტანო ღვთაებრივი სიბრძნე ანუ ღვინო როგორ ჩავასხა სავსე თასში და მოდი ახლა რას ამბობს იესო ძველ ტიკებში ახალ ღვინოს არასხამენ და რატომ არასხამენ ძველ ტიკებში რომელიც უკვე დაფხავებულია უკვე დაზიანებულია ისე რომ ახალ ღვინოს ანუ მაჭარს რომ ჩაასხამენ ამაში რომელიც დუხს თუხთუხებს და შხეფებს და ჰაერს ისვრის გახეთქავს აუცილებლად ძველ ტიკებს ეს კრახია უკვე ეს იმას ნიშნავს რომ ჩემმა მენტალურმა სხეულმა ვერ დაიტია ახალი სიბრძნე რომლის კოდი ღვინო იყო აი ასე ჩემო ძვირფასებო თქვენ ახლა ნამდვილად ხვდებით საიდკენაც მიმყავს საუბარი რომ თუ ჩვენ ჩავაფრინდით იმ ცოდნებს მე ნამდვილად ვიცი რომ ეს ასეა განსხვავებულ აზრს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებთ და არადა მოგეხსენებათ რა დროა ასეთი გამოწვევების წინაშე კაცობრიობა არასდროს მდგარა აი ამ გამოწვევებს ძველი ცოდნებით ძველი ხერხებით ვერ ვუპასუხებთ თუ ვუპასუხებთ და კრახი იქნება და არის კიდეც ჩვენ ხედავთ კაცობრიობა როგორ ნელ-ნელა ეშვება ფსკერისკენ ეს ცუდი არ არის ეს არაჩვეულებრივია რომ ფსკერისკენ ეშვება იმიტომ რომ კაცობრიობამ უნდა გაიაროს სახარებაში მოცემული ლუკას სახარება მაქვს აქ მხედველობაში გენიალური იგავი ძე შეცდომილისა რომელსაც უძღებიძის იგავსაც უწოდებენ და ძე შეცდომილისა ცოტა შერბილებულია მაგრამ ნუ შევარბილებთ იცით იმიტომ რომ ისიც გამოხატავს არს რასაც უძღები ეს სიტყვა იტევს თავის თავში იმ მდგომარეობის დასახასიათებლად რაშიც ის მამისგან დაშორებული ძე აღმოჩნდა და ძალიან სერიოზულ ჭრილში და სამყაროსეულ ჭრილში იმ ცდომილებების გამო აღმოჩნდა რაც მან ცხოვრებაში დაუშვა და ეს ცდომილება იყო მამისგან დაშორება დამეთანხმებით ალბათ ამაში ნუ ყოველ შემთხვევაში ვინც დამეთანხმებით ალბათ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთთან საუბარი ვინც თანხმობაში და სინქრონში მოხვალთ ყველაფერა ამასთან რასაც ჩვენი გადაცემიდან მოისმენთ და დანარჩენები მადლობა ნუფალს რომ დანარჩენები არსებობენ ისინი ძალიან სჭირდება სამყაროს რაში სჭირდება ამას ნელ-ნელა გავშლით შემდგომ გადაცემებში მე მინდა გითხრათ რომ თავდაპირველად ვიქნები მარტო რომ აი ამ სისტემაში შეგიძღვეთ და მერე სისტემაში რომ შევალთ ჩემი ჯგუფის წევრებიც მოვლენ მოვა ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელიც ბატონი თამას ბირცხალავა რომელიც ახლა თავის წიგნებზე მუშაობს რომელიც მერე უნდა მივაწოდოთ მკითხველს რომ კიდე უფრო დაწვრილებით ვისაც არ ეყოფა ეს გადაცემები საბედნიეროდ ასეთები იარსებებენ რომ მარტო ეს გადაცემები არ ეყოფათ და მოუნდებათ რომ რაც შეიძლება დაწვრილებით სულ
სქემებით, აი საოცარ სივრცეს გპირდებით ერთი სიტყვით ძვირფასო მაყურებლებო, ამასობაში იქნება ჩემი მეორე წიგნიც, რომელსაც ზუსტად ასე ერქმევა ღმერთი სამშობლო ადამიანია, ესეთი წრე შეიკრება ღმერთი სამშობლო ადამიანი და ადამიანი ღმერთი სამშობლო და უკვე მიხვდით ალბათ, რომ ძეშეცდომილმა რა გზაც გაიარა, ანუ კაცობრიობა რა გზასაც გადის, რომელსაც თავისუფლად შეიძლება განღმრთობის გზა დავარქვათ, აი ეს რკალი შეიკრება ამითი და სხვათა შორის ჩემი წინა წიგნიც, რომელიც ზუსტად ამ საკითხებზეა დაწყებითი კლასებისთვის, ასე ვთქვათ და ქვია აგერ მოტანილი მაქვს, მე აქ რამდენად კარგად შეხედავთ, არ ვიცი, იყო და არა იყო რა ქვია და იყო და არა იყო რა და იყო და არა იყო რა, ესე იგი ჩამოსვლა დედამიწაზე და დედამიწიდან ისევ დაბრუნება ღმერთში, სადაც იდეა ადამიანის შექმნის შესახებ დაიბადა იმ უნივერსალურ გონში, რომელსაც ძალიან მოკლედ და შესავალი სახით ესე რომ ბოლომდე თქვა სათქმელი ყოველ შემთხვევაში მიყურისძირებულად არა უნივერსალურ გონში რის თუ ვის უმაღლესი შესაძლებლობის, წმინდა შესაძლებლობის უნივერსალურ გონში იქ ჩნდება ადამიანის შექმნის იდეა და იქიდან ჩამოდის ეს იდეა და დაბრუნდება ისეთი, როგორიც ჩაიფიქრა ღმერთმა. კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით კიდევ ჩემს უკვე რამდენჯერ ვახსენე ჩემი მეგობრები, ჩემს ლიას უყვარდა ხოლმე თქმა ნიცშეს გამეორება, რომ ადამიანი არის ის, რაც არ შედგა და გამოდიოდა, რომ ღმერთს სადავეები, ადამიანის განღმრთობის სადავეები ხელიდან გაუსხლდა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ასეთი არაფერი მომხდარა. ღმერთი რისი ღმერთია, უმაღლესი შესაძლებლობა, თუ რასაც რაც ჩაიფიქრა, იმას ბოლომდე ვერ მიიტანდა, მაშინ ჩვენს ჩანაფიქრებს რაღა უყოთ, უწერია ახდენა იმ ჩანაფიქრებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუ უმაღლესმა წმინდა შესაძლებლობამ ვერ აღასრულა ის, საქმე ისაა, რომ ჩვენ გზაში ვართ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზუსტად იმ მდგომარეობაში, ჩემო ძვირფასებო, აი ის მამისგან წასული ძე იმ მდგომარეობამდე რომ მივიდა, იძულებული გახდა ღორების საჭმელი ეჭამა. აი ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყველა მიცით ახლა ამისი თქმა ნამდვილად არ მჭირდება თქვენთვის, ჩვენ ეს მოგვისმენია ჩვენი საეკლესიო მამებისგან, წაგვიკითხავს მოციქულების ნაწერებში და წმინდა მამების ნაწერებში, რომლებიც უკვე გავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ ქრისტე თავის მოწაფეებს იგავებით ელაპარაკებოდა. და დღეს უკვე სრულიად გარკვევით ასეთი ფრაზა განმტკიცდა უკვე, რომ ბიბლიაც, მითებიც და კლასიკური ძალიან ბევრი ნაწარმოები იგავურ ენაზეა დაწერილი. მოდი ახლა რა კი ცარიელ ჭურჭელზე ვისაუბრეთ, ხო? მოდი მოვამთავროთ ის ბოლომდე, რომ ესე იგი ცარიელი ჭურჭლის თემა რა იყო, რომ დღეს ადამიანმა იმდენი რამე იცის უკვე მეცნიერებმა, ხელოვანებმა, იქ მუსიკოსებმა, მხატვრებმა, პედაგოგებმა ძალიან დიდი ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს ინფორმაციები როგორ გვაქვს მიღებული, გათავისებული, რომ თითქმის დოგმებად ვაქციეთ, რომ მე ასე ვიცი, მორჩა და გათავდა.
საკმარისია სულ სხვა აზრი განავითაროს მოსაუბრემ, რომ მაშინვე ვამბობთ უარს მის მოსმენაზე. ვაიმე მოსმენაზე უარს რა უჭირს? კი არა, ვლანძღავთ კიდე შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც ვამბობთ მის შესახებ და აი ეს ცარიელი ჭურჭლის თემა პირდაპირ გეუბნება ერთ რაღაცას. ძალიან კარგი ადამიანო, რომ ამდენი გისწავლია, ამდენი რამ უკვე იცი, შენ ახლა მზად ხარ მოისმინო ყველაზე მთავარი. ამიტომ მოდი ცოტა ხნით დაცარიელდი, გადადე ეს შენი ცოდნები, იმიტომ რომ ის არ არის აბსოლუტური. ახლა ვინმეს გვაქვს ჩვენ იმის ილუზია, რომ ჩვენ ჭეშმარიტებამდე მისული ვართ. ჭეშმარიტება ხომ ფაქტობრივად ღმერთია. ჩვენ რო ღმერთთან ვიყოთ და ღმერთში ვიყოთ, სულ სხვანაირი ვიქნებოდით თვითონ, სხვანაირი ქვეყანა გვექნებოდა, სხვანაირი დედამიწა გვექნებოდა და ამიტომ აი გახსოვთ ის პერიოდი, რომ უცხებიშვილის იგავი მაქვს ისე უმხედველობაში, რომ ნახავს რა მდგომარეობაში ჩავარდა, ნახავს, გაიაზრებს და მიხვდება, რომ შეცდომა იყო მამისგან წამოსვლა და ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მამასთან, თუ არ უნდა რომ დაიღუპოს, თორემ მას შიმშილით სიკვდილი მოელის. აი ეს ფრაზა შიმშილი სიკვდილი მოელის, ესეც ალეგორიულია, ესეც იგავურია. რა ვქნათ, რა მოვუხერხოთ აი ამ ალეგორიას, როგორ შევძლოთ მის ჭეშმარიტ არსში აი ამ წინადადებების გაგება, მთელი ბიბლიის გაგება, მთელი მითების გაგება, მთელი მითოსის, როგორ მოვახერხოთ აი ამისთვის არსებობს იგავური ენა, ალეგორიული ენა, რომელსაც თიბერიონში კოდების ენას ვეძახით. და მოდი რომ არ შეგვაშინოს, არ დავფრთხეთ აი ამ კოდების ხსენებაზე. მე გეტყვით, რომ კოდური ენა დამახასიათებელია აბსოლუტურად ყველა ენისთვის და მოდი ჩვენ ქართულიდან ამოვიდეთ და ვნახოთ როგორ გამოიყენება ჩვენს ენაში კოდური სიტყვები. თქვენ ყველას გაგიგონიათ ალბათ ასე მავანი და მავანი. დავუშვათ ვიღაცა ბიჭი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. თავქუდმოგლეჯილი. პირდაპირ მნიშვნელობით რას ნიშნავს ეს, რომ თავიდან ქუდი მოუგლეჯია, მოუხდია, ხელში უკავია ეს ქუდი და გარბის. ჩვენ მაგაზრით ხმარობთ ამ სიტყვას. თავქუდმოგლეჯილი ხომ ნიშნავს ძალიან სწრაფად გარბის. რამხელა განსხვავებაა პირდაპირ მნიშვნელობით გაგებას და გადატანითი მნიშვნელობით გაგებას, ანუ ალეგორიული მნიშვნელობით, ანუ იგავური მნიშვნელობით გაგებას შორის. უამრავი ასეთი სიტყვა არსებობს, აი უბრალოდ ნახეთ ახლა სარგადაყლაპულივით იდგა. ან სარგადაყლაპული იდგა. ღმერთო ჩემო, რას ნიშნავს სარგადაყლაპული? ესე იგი, ამ ადამიანმა ვიდრე დადგებოდა სარი გადაყლაპა. ეს ხო ნიშნავს, რომ წელში გამართული, გახევებული იდგა. აქაც რამხელა განსხვავებას პოულობთ და თუ ჩვენ არ ვიცით ეს კოდი, ანუ ხალხი რას დებს აი ამ სიტყვებში, ან ცხვირი ჩამოუშვა. როგორ ჩამოუშვა ცხვირი, მოვიხსენი და ჩაუშვი ქვემოთ. აი რაღაც აბსურდამდე მივდივართ, ხო? აი ეს არის იგავური ენა, ალეგორიული ენა, კოდური ენა. აი ზუსტად ასე უნდა იკითხებოდეს გასაიდუმლოებული წიგნები. რატომ საიდუმლოვდებოდა? მოდი ამასაც ვისაუბრებთ, ოღონდ შეიძლება დღეს ვერ მოვასწროთ ამაზე საუბარი და
ეს ენა ძალიან ქართულმა სხვა ენებმაც, მაგრამ მოდი ჩვენს ქართულზე ვისაუბროთ, ძალიან შეისისხლხორცა და ძალიან შეიყვარა. ჩვენ ხომ უძველესი ენა გვაქვს, შეიძლება ითქვას უძველესზე უძველესი, ერთ-ერთი უძველესი, რომელიც მე მგონი გამოქვაბულის ხანიდან იწყება და მე ვისაუბროთ, რატომ ფიქრობთ ასე, რომ გამოქვაბულის ხანიდან იწყება ჩვენი ენა. და აი ამ ენას ხო ალეგორიულ ენას ხო ვთქვით, უკვე უწოდებენ იგავურ ენას, უწოდებენ ტროპულ ენას, უწოდებენ მეტაფორულ ენას, უწოდებენ სახის მეტყველებას ეძახდნენ ძველ ქართულ ენაზე და ნახეთ ახლა უძველესი ხანიდან აქამდე ეს და მადლობა ღმერთს, რომ ეს ენა ჩვენ ქართველებს ძალიან კარგად გვესმის და სასწაული რა ხდება იცით ხო არის ასეთი გამოთქმა სულიერი სამყაროდან ჩამოსული არაჩვეულებრივი ფრაზა რომ ღმერთიო ადამიანს წყლულებს უჩენს და სალბუნსაც თვითონ ადებსო ამ წყლულებზე და აი ზუსტად ისე როგორც როგორც ჩაიფიქრა ღმერთმა ადამიანის განღმრთობის გზა აი ამ ფრაზის მიხედვით მივყვებით რომ შორდება ადამიანი უფალს ემართება წყლულები და მერე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ანუ ამ წყლულების კურნებასაც თვითონ უფალი აძლევს ადამიანს და აი ეს გამოსავალი იყო სწორად გასაიდუმლოებული ის ცოდნები რომელიც მთელ ბიბლიაშია გაშლილი მითებში რა დონეზეა გაშლილი აი ეს წყლულები აი ეს განსაცდელები და როგორ არის იქვე დაფარული აი ამ წყლულებს როგორ უმკურნალო ანუ ის რა მდგომარეობაში შევიდა დღეს კაცობრიობა და დამეთანხმეთ რომ კრიზისში შევიდა და ეს კრიზისი თვითონ შექმნა ადამიანმა თავისი აი ის გზა ამას გულისხმობდა ის აუცილებლად უნდა ჩავარდნილიყო ამ დღეში რომ როგორც იქ უძღებიშვილი დაფიქრდა ამას რას ვაკეთებ ეს ხო თვითმკვლელობა მატერიალურ დონეზე და ახლა თუ ბიბლიის სივრცეში შევალთ ეს თვითმკვლელობა სულიერ დონეზე ანუ სრული განადგურება ჩვენ ხომ მარადისობას ვუმიზნებთ გარდაცვალებაც კი ეს გენიალური სიტყვა მოვიფიქრეთ რომ სულ შეცვლის სულ სხვანაირ სამყაროში ვაპირებთ აი ამ გზის მერე დაბინავებას და აი ეს ყველაფერი როგორ გავაკეთოთ რა გზით გავაკეთოთ რა ხერხები გვაქვს რა ბერკეტები გვაქვს საამისოდ ყველაფერი გაშლილია აი ამ გენიალურ ჩვენს ბიბლიაში მის ყველა განყოფილებაში და ჩვენთვის ქართველებისათვის ხომ სათაყვანებელ სახარებაში მითებში ჩვენს კლასიკაში ჩვენს ანგაზებში ზღაპრებში და უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ამ ყველაფრის წაკითხვა ჩვენ კითხულობთ პირდაპირ მნიშვნელობით და პირდაპირ მნიშვნელობით წაკითხული ეს ყველაფერი ბელეტრისტული ლიტერატურა და არა და ალბათ ამეთანხმებით რომ ბელეტრისტიკა წმინდა ბელეტრისტიკა როგორც ლიტერატურული ჟანრი ასეთი რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყენებთ მას ძალიან საინტერესო თქვენ წარმოიდგინეთ არც დამეთანხმებით თუ არა ამაში რომ ჩვენ ვიცით ბელეტრისტიკული ნაწარმოებები უფრო საინტერესო სიუჟეტებით ვიდრე ბიბლია თუ პირდაპირ მნიშვნელობით წავიკითხავთ მაგრამ არც ბიბლია არც მითები არ არის პირდაპირ მნიშვნელობით წასაკითხი
ეს დაშიფრული ლიტერატურა, ეს გასაიდუმლოებული ლიტერატურაა და დაშიფრულს კი ვერ წაიკითხავ თუ შიფრი არის, თუ კოდი არის. და მოდით ახლა ვთქვათ უფრო ზუსტად, აი ეს კოდი რას ნიშნავს? კოდი არის მატერიალური საგანი. ან მატერიალურ სამყაროში მომხდარი მოვლენის სახელი, რომელსაც აქვს თავისი ფესვი უმაღლეს წმინდა სამყაროში, რომელსაც ჩვენ ღმერთის სამყაროს ვუწოდებთ და თუ ჩვენ არ ვიცით იმ სამყაროში, იდეების სამყაროში, სადაც ისე გენიალურად არის დალაგებული რა როგორ უნდა მომხდარიყო, თუ ჩვენ ამას ვერ შევწოდებით და ვერ გავიგებთ და აი ის არის ფესვების ენა და ჩვენ თუ ხეს წარმოვიდგენთ თუ ის ფესვების ენა ჩვენ ვლაპარაკობთ შტოების და ფოთლების ენაზე და ახლა სად ფესვის სიმძლავრე და სად შტოები, ფოთლები, რომლებიც ილეწებიან ქარის პატარა შემობერვაზეც კი და არადა ფესვი გახსოვთ ის გამოთქმა, რომ ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება, იმიტომ რომ ფესვი ეს მისი არსებობის საწინდარია და განმაპირობებელია მისი სიცოცხლის და სიცოცხლე ახლა არ გაიგოთ დედამიწური სიცოცხლით, რომელიც სიკვდილით მთავრდება, მე ახლა მარადიულ სიცოცხლეზე ვსაუბრობდი, ღმერთში სიცოცხლეზე. კოდური ენა მე მგონი რაღაც დონეზე შევძელია რა გამეგებინებინა თქვენთვის და იცით ხლა მე ეს ლექსი რომელიც მინდა ახლა წაგიკითხოთ ჩემი ბოლო ხანებში დაწერილი პოემიდან რომელსაც ამბოხებული მისტერიები შევარქვი და ხო აი ეს ამის შესახებ რატო გაბრაზდნენ და რატო ამბოხდნენ მისტერიები აი ამ თემის შემოსვლამ მე მიმახვედრა რომ კიდევ კოდებთან დაკავშირებით ერთი რაღაც აუცილებლად უნდა ვთქვა რომ რას გვაძლევს წმინდა წიგნების კოდებით წაკითხვა თუ პირდაპირ მნიშვნელობით ეს წმინდა წიგნები ბელეტრისტიკული ნაწარმოების ხასიათს ატარებს და გვეუბნება რომ რაც მოხდა ყველაფერი აი გარეთ არის ის მოვიდა ეს მოიტანა ეს გააკეთა და გარეთ ხდება ყველაფერი გარეთ ხდება აი ვლაპარაკობთ შობაზე და გვიყვებიან ეს დალოცვილი ავტორები ჩვენ სხვა წიგნებში წაგვიკითხავთ ეს როგორ ხდებოდა მაცხოვრის შობა ამას რა უძღოდა წინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაზე გვიყვებიან უმან კოჩ ასახვაზე გვეუბნებიან ყველაფერი გარეთ არის ღვთისმშობელი გარეთ არის ის გზა რომელიც მან გაიარა ბეთლემიდან იმ მღვიმემდე თუ იმ გარემომდე მწყემსების ადგომამდე სადაც მან გააჩინა სადაც მან შვა სადაც მოხდა მაცხოვრის შობა ყველაფერი გარეთ არის და როგორც კი კოდებით დავიწყებთ კითხვას ბიბლია გადაიქცევა თითოეული ჩვენგანის სულიერ თავგადასავლად რომ ყველაფერი ჩვენში ხდება შობა ჩვენში ხდება ნათლისღება ჩვენში ხდება ის ჯვარცმა აღდგომა ამაღლება სულთმობ ყველაფერი ჩვენში კონკრეტულ ერთ ინდივიდში
ერთ კონკრეტულ ადამიანში და აი სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გაიაროს, ამის კოლექტიურად გავლა სრულიად შეუძლებელია. ჩვენ ხო აი მოიხედეთ, ადამიანები ხო სულ სხვადასხვა დონეზე ვიმყოფებით, ჩვენი განვითარების, როგორც მენტალური, ისე სულიერი, ისე შემოქმედებითი და ეს რატო? იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა სულიერ დონეებზე ვიმყოფებით და ეს არის განმაპირობებელი ჩვენი დაწერილი ლექსის, ჩვენი აღსრულებული პოლიტიკური აქტების, ისიც ამითია განპირობებული ჩვენი მეცნიერული აღმოჩენებით მატერიალურ სამყაროში და მოდი აქვე ვთქვათ, რომ მეცნიერები მხოლოდ აღმოაჩენენ, თორე ყველაფრის იდეა იქ არის შექმნა, იქ მოხდა, იმ ყველაფრისა, რაც მერე ჩამოსული და პროექცირებული დედამიწაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს და აი ამიტომ კოდების გამოყენებით წაკითხვა აი ამ ლიტერატურული ბედნიერებებისა, რაც მეწევან ჩამოვთვალე, აუცილებელია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ახლა ჩვენში, თითოეულ ადამიანში. ხო, მე ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ეს მე მინდა თიბერიონმა მოიწადინა ეს და ახლა გვინდა რომ თქვენც ჩაგითრიოთ ამ ავანტიურაში. არა, ჩემო ძვირფასებო, მოდით ისევ გაგახსენებთ სახარებას. ახლა აღარ მახსოვს რომელ მახარებელთან და რომელ თავში ან რომელ მუხლშია ეს, გიამბობ და გაგახსენდებათ. იესომ და მისმა მოწაფეებმა ჩაიარეს ტაძრის წინ და ერთი ტაძარი იყო იერუსალიმში, მაშინ ის ტაძარი, რომელიც სოლომონმა ააშენა და მოწაფეებმაო უჩვენესო ეს ტაძარიო. მოდი გზადაგზათან განმარტოთ, რას ქვია უჩვენეს. ეს ის ტაძარი არ არის ბავშვობაში დედას რო გამოეპარა ნაზარეთისკენ მიმავალი გზიდან და ძლივს იპოვა ღვთისმშობელმა და წმინდა იოსებმა, მართალმა იოსებმა, ძლივს იპოვა ჩამჯდარი სჯულის მეცნიერთა შორის, რომლებიც გაოცებულები უსმენდნენ პატარა იესოს, როგორ განმარტავდა ის წმინდა წერილს. ეს ის ტაძარი არ არის, რა ჩვენება უნდოდა მოწაფეებისგან. დიდი ალბათობით მოწაფეებმა უჩვენეს, აი ამ სიტყვაში იგულისხმება ის, რომ თვითონ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ტაძრის მიმართ. აი როგორ ესმოდათ ტაძრის მნიშვნელობა და იესო ეუბნება მათ, მე ამ ტაძარს დავანგრევ და 3 დღეში ავაშენებ. ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს იმ გააზრებისგან, რომ იესოს იმ დიდებული ტაძრის დანგრევა უნდოდა. არა, მას უნდოდა დანგრევა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ჰქონდათ მის მოწაფეებს ტაძრის მიმართ და აი აქ შემოაქვს მე ამას დავანგრევ და 3 დღეში ავაშენებ. შინაგანი ტაძრის თემა შემოაქვს, რომ ადამიანმა ყველაზე მთავარი ტაძარი უნდა თავის შიგნით ააშენოს, რითი აი იმ მისტერიების, რაც შობა, ნათლისღება, ჯვარცმა, ყველაფერი თავის შიგნით უნდა შეიტანოს და როგორ შეიტანოს, რას ნიშნავს, რომელი მისტერიის შიგნით შეტანა, აი ამაზეც კოდური ენა არაჩვეულებრივად გვეუბნება და ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემების მსვლელობაში და აი ამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირ ენით წაკითხული მიგვიყვანს აი რაღაც სავალალო გაგებამდე, რომ იესომ თქვა მე ამ ტაძარს დავანგრევ.
ან და 3 დღეში ავაშენებ. სულ სხვა რამე თქვა, დავუკვირდეთ ახლა მოდი ჩავრთოთ დავით მეფსალმუნის სიტყვები 1000 წელი ვითარცა ერთი დღე 3 დღეში. ესე იგი ნახეთ 3000 წელში. მართლა ნახეთ რა როდის თქვა ეს? ჩვენ წელთაღრიცხვა იქიდან დაიწყო, ხო? გაიარა 2000-მა წელმა დაიწყო მე-3 1000 წლეული, ეს შენი მე-3 დღე კოდებით და ჩვენ უკვე აგერ შინაგანი ტაძრის აგებაზე საუბრობთ და ეს ჩვენ უნდა კოდური ენების სიტყვების დახმარებით მოვახერხოთ, თორემ სხვანაირად ვერ მოვახერხებთ ამას და მოდი თქვენი ნებართვით სწორედ ამ კოდური ენის მნიშვნელობაზე მე ახლა წიგნს აგეკითხავთ აი ამბოხებული მისტერიებიდან, რომელიც იმიტომ ამბოხდნენ, რომ გაგვიბრაზდნენ, შემოგვიშვი შენ შიგნით, რატომ დაგვიკეტე სულის კარი, შემოგვიშვი, რომ მოახდინო სასწაული ჩვენი დახმარებით, შენს თავში ააგო ეკლესია და ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა, ამას როცა მოვახერხებთ და იმ გარეთ რო ტაძარია დღეს ჩვენ სადაც დავდივართ, აი ასეთი შინაგანი აშენებული ეკლესიებით შევალთ, როგორი სინერგიისა იქნება ჩვენი ლოცვა. რა მოხდება მაშინ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენთვის მომინდვია ეს და აი აქედან მე ხშირად მიმართავ ალბათ ჩვენი საუბრების განმავლობაში აი ამ წიგნს, იმიტომ რომ აქ არის ახსნილი აი ეს მისტერიები, რომელიც მე ჩამოვთვალე და სხვადასხვა ლექსად და კიდევ ერთი კარგი საქმე მინდა გავაკეთოთ, ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ქართველებმა უნდა გააკეთონ ეს, რომ ლექსი დააბრუნონ თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ლექსში ჩადო ქართველმა ადამიანმა თუ რაიმე სიბრძნეს მიაგნო, თუ რაიმე აღელვებს, თუ რაიმე სტიმულს აძლევს, რომ გახდეს უკეთესი, ყველაფერი ლექსში ჩაიდო. არა და იმ მტრულმა ძალებმა მე ვიტყოდი, ანტისამყაროსეულმა ძალებმა არავის არ მივაწერ, არც ერთ ადამიანს არ მივაწერ ანტისამყაროსეული ძალები. პირველი რაც ეს გააკეთეს ლექსს მოწყვიტეს ქართველი და დღეს პატარა რომ გააჩერო ქუჩაში და შეეკითხო ლექსი გიყვარს? არა, ახალთაობას ლექსი უყვარს კი არა, ეს მსუბუქად ნათქვამია, სწულს ლექსი. ლექსი უნდა დავაბრუნოთ ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის სიბრძნის წყაროა და კოდებით კითხვა უნდა შემოვიტანოთ ჩვენს სააზროვნო სისტემაში. მოდით თქვენი ნებართვით აი ამ ლექსსაც წავიკითხავ და დავამთავრებ ასე ჩვენს დღევანდელ შეხვედრას. დაცხრა ქალდეას ხვატი, ჩაჩუმდა სიტყვა, მაგრამ დგება ახალი მარტი, უნდა წახვიდე აბრამ. გადამალულო სიტყვავ, რანაირად არ გმოსეს, სხვა გაათენებს ცისკარს, შენ უნდა მოკვდე მოსე. კოდირებულა ზეცა, კოდირებული მიწა, უკაცრავად, კოდირებული ზეცა, კოდირებული მიწა და კოდის უვიცობით ჩვენთვის დამშრალი რიცა, კოდირებულა წყალი, კოდირებულა პური, კოდირებულა მშია, კოდირებულა მწყურის, აუწონელი სიბრძნე თვლემ საიდუმლო კოდში, კოდირებულა ცეცხლი და ჩაკარგულა დროში, რატომ ეწოდა აბრამს ახალი ფარის მწყემსი, აქ კი დასახლდა ღმერთი მელქისედექის წესით, უფლის ზეპური ერი, გამოქცეული მიზანს, როგორ უსმენო
ჭიროდ მღერის მიწა ქალამნად მიჩანს ჩემი ქუდია ზეცა კარგი ვსვი კარგი ვჭამე კარგის ტკბილი ხვალაც და დღესაც რათავში ვიხლი მწარეს სარკოფაგების შიში თავს დასდგომია კოდებს ბაი თუ ერთ დღეს ყველა გაუღვიძებლად მოკვდეს ქვეყნის სვებეც კი ზინავს საღათას ძილით კოდში ბეჭედს ვერ ახსნის ვინაც მუხას ვერ აჭრեց რკოში დავანაკუწეთ ასად ერთიანი და ერთი ნეტა ვისში როდის გამოიღვიძებს ღმერთი კოდში ჩათვლემის მიწყივ რა შეგითრთოლებს წამწამს თუ კი არ გწამს რაც იცი თუ კი არ იცი რა გწამს როდის გაჩნდება კითხვა რად მოվել საით მივალ რატომ მართმევენ დღესაც სოხუმს გაგრას და ცხინვალს მუნჯი კოდები თვლემენ 1000 წლეულთა ნისლში კოდირებულა ვკვდებით კოდირებულა ვიშვით მიწა უფორმო უძლო როცა ზეცა მყარი კოდების გახსნის დროა სეზამ გახე კარი ხო აი ასეა ბიბლიაში მიწა იყო უფორმო და უდაბური და ცას კი მყარი ასე მოიხსენიებს წიგნი თურმე უფორმო და უძლო ამას გავანებოთ თავი მყარი ზეცას იმიტომ ქვია რომ მისი ფასეულობები მისი ღირებულებებია მყარი რომ არასდროს მოდიდან არ უნდა გამოვიდეს ის სულ უნდა მოქმედებდეს ადამიანის ცხოვრებაში თუ უნდა რომ მან მისია თავისი ინდივიდუალური მისია შეასრულოს სხვანაირად ის ეროვნულ მისიას ვერ შეასრულებს მოდით აი ასე დავამთავროთ ჩემო ძვირფასებო ჩვენი პირველი შეხვედრა მე მიხარია რომ მომეცა საშუალება შეხვედროდით თქვენ და დაწყვილებით გვესაუბრა იმაზე რაზეც აი ძალიან ხშირად ჩემი მსმენელები ღიზიანდებოდნენ ხოლმე როცა სხვა ტელევიზიებში მოკლედ რომ მქონდა დათმობილი და მე ყველა ტელევიზიას მადლობას ვუხდი იმიტომ რომ აი სწორედ იქ გაშღერებული თემებით გაჩნდა საზოგადოებაში ვისშიც გაჩნდა რა თქმა უნდა აქ არ არის ლაპარაკი მთელ სოციუმზე რომ გაეგო რაც შეიძლება მეტი აი ამ სივრცის შესახებ რასაც ჩვენი ჯგუფის მიერ შეღებული სააზროვნო სივრცე ქვია მადლობა მოსმენისთვის მადლობა ყურადღებისთვის შევხვდებით კიდევ